როგორ აქ როგორ უნდა დაიცვან თავი მამა? საერთოდ ხშირად ხდება ისე, რომ აი ეშმაკი ერთმანეთს გადაკიდებს ხოლმე ის ეთქვის, რომ იცი, აი მან შენზე ესა თქვა, ამას ეუბნება, ამან შენზე ესა თქვა და ეშმაკი თავის გეგმას ახორციელებს აი იმ ადამიანებზე, ვისაც სულიერი ჭვრეტა ნაკლები აქვს და სულიერად ნაკლებად ფიქრობენ და მათ შორის ხდება ეს დაპირისპირება და გონიერი ადამიანი კიდე ამას თავიდანვე ალღოს აუღებს, რომ ეს ეშმაკის ხრიკებია, ეს არის ის, რომ მე ხო ცილი არავისთვის დამიწამებია, მე ხო სხვისთვის უზრუნავდი და თუ კი მე ცილს სამწამებენ, დიდება და მადლობა უფალს. მის მიმართ უფრო უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, უფრო უნდა გავაძლიეროთ მოწყალება იქნებოდა სიკეთის საქმეები და არამც და არამც ეშმაკის აზრს არ უნდა ავყვეთ, რომ იმან ესე ცუდი თქვა შენზე და შენ ამდენ სიკეთეს რატო უკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქრისტიანები, ჩვენ არ გვაინტერესებს ის ჩვენზე რას ფიქრობს, ის თუ ცუდს ფიქრობს ჩვენზე და ცდება ღმერთმა აპატიოს და აშოროს ღმერთმა ის ბოროტი სული, რომელიც მას ასე აცდენს. აი ესე უნდა ვიყოთ.